Diana გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ გავდივართ საარჩევნო ბლოკით, გავდივართ ერთად ორი პარტია, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო წარსული, ოპოზიციური ბრძოლის საერთო გამოცდილება, როგორც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, ასევე ეხლა დღეს წარმოვადგენ ქართული ოცნების ოპოზიციას ორივე პარტიას და ძალიან მკაფიო ოპოზიციას, ღირებულებებზე ორიენტირებულ პარტიას. დიახ, და ჩვენ გარდა ამისა გვაქვს საერთო ღირებულებები, ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო. ეს ორივე პარტიისთვის არის უმნიშვნელოვანესი ღირებულებები და სწორედ ღირებულებების გამო გავერთიანდით ჩვენ ორი პარტია და შევთავაზეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ღირებულებებს, რომ მათ არ მოეთხოვებათ პარტიული კუთვნილება და ჩვენი სია ღია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიებთან არანაირ სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსს ჩვენ არ გეგმავთ და დღევანდელ ეტაპზე ეს არც წარმოგვიდგენია. ქალბატონო ნინო, თქვენ ახსენეთ საერთო წარსული, სწორედ ეს საერთო წარსული დაგიწუნათ მაგალითად კახა კუკავამ, რომელიც ჩვენი წინა ბლოკის სტუმარი იყო, მან თქვა, რომ ეს ყოფილი ქოცების გაერთიანებაო და არაფორმალურ მმართველობაზე ეხა დაიწყეს საუბარი და სად იყვნენ 2014 და 2015 წელსო. თქვენ უფრო ადრე გახვედით ვიდრე რესპუბლიკელები. დიახ. საერთოდ არ ვაპირებ არავის წინაშე რომ თავი ვიმართო, ნამდვილად არაფერი არავის წინაშე თავის სამართლებელი მე არა მაქვს. თავარი ის არის რომ 2012 წელს დიახ ჩვენ კოალიციასთან ერთად შევარჩერეთ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი და დღესაც ავამაყობ ამით. შემდეგ რა თქმა უნდა იყო შანსი რომ ჩვენ დამდგარიყავით დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე და კოალიციაში განსაკუთრებით წამყვანი პოზიციები გვეკავა, მაგრამ როგორც კი დავინახეთ თავისუფალმა დემოკრატებმა, რომ კოალიციამ გადაუხვია დეკლარირებული ღირებულებებისგან, არ გამოვკიდებივართ ათ ადგილებს, ათ შესაძლო გავლენებს, ათ ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის არ გვიზრუნია და წამოვედით ოპოზიციაში. დიახ, ჩვენ ვართ ყოველთვის იქ, სადაც საქართველოს სჭირდება, ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც თავისუფლება სჭირდება და სადაც სამართალს სჭირდება და ამიტომ არავის წარსულის დაწუნებას მე არ მივიღებ და არც თავს არ გავიმართლებ. დიახ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსული. აი გასაგებია რომ არიღებთ ამ პრეტენზიას, მაგრამ არაფორმალური მმართველობის ნიშნები მაშინაც ხომ იყო, მაგალითად როცა რესპუბლიკელები იყვნენ კოალიციაში, მე ამას აუცილებლად ვკითხავ ქალბატონ. მართალი გითხრათ, ჩვენ რო წამოვედით კოალიციაში კოალიციიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი 1 წელი იყო კოალიციის ფორმალური ლიდერი და 1 წლის შემდეგ ჩვენ წელიწად ნახევარში წამოვედით კოალიციიდან. ასე რომ არც არაფორმალურ მმართველობაზე არასოდეს არ მომიმრიდებია ლაპარაკი, არც პოლიტიკურ პროკურატურაზე, არც პოლიტიკურ სასამართლოზე და არასოდეს არც ერთი ჩემი განცხადების თუ სიტყვის დღეს მე არ მერიდება და ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემი პრინციპები და ღირებულებები მკარნახობს. ქალბატონო ნინო, თქვენ ახსენეთ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ აპირებთ, თუმცა ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა რაღაც ევროპული საქართველოს პარტნიორები ესეთი კითხვა დაისვა ამ სტუდიაში ყოველ შემთხვევაში, ამიტომ გაგიმეორებთ რა ტიპის, ანუ ასეთი ტიპის პოლიტიკურ კავშირებზე სხვა პარტიებთან გამორიცხულია საუბარი. აბსოლუტურად გამორიცხულია და გამოვრიცხე თუნდაც იმით, რომ ჩვენ თქვით, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ოპოზიციური წარსული და მსგავსი ღირებულებები. დღეს მეორე ასეთ პარტიას თავისუფალი დემოკრატები ვერ ვხედავ, რომელსაც ჰქონდეს საერთო ოპოზიციური წარსული და ასეთი
ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებებზე, სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პარტია. რამდენად ექნება ხალხის ხარდაჭერა, რამდენად ექნება ამ გაერთიანებას, როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ დია ხალხის ხარდაჭერა უნდა კონდეს, იმიტომ რომ სწორედ ის ღირებულებები და ის გამარჯვება, რომელიც 2012 წელს ქართული ოცნების კოალიციაში ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოიპოვა ხალხმა, ჩვენ უნდა გადავცეთ ისევ ხალხს, რადგან ოცნებ და სწორედ თვითმმართველობის არჩევნებით დაიწყება ამ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით აღჭურვილი ხელისუფლების მონოპოლია ხელისუფლებაზე, რომელიც დამყარებულია არაკომპეტენტურობაზე, კორუფციაზე და ანგარებაზე. ამის შესუსტება დაიწყება აუცილებლად თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. თითეული ის ლიდერი, რომელიც ამ ორ პოლიტიკურ პარტიაში ვართ გაერთიანებულები, ყოველთვის მზად ვიყავით ბრძოლისთვის და ჩვენ აბსოლუტურად საბრძოლო შემადგენლობით გამოვაქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე. და რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ჩვენ უნდა შევცვალოთ ის დამკვიდრებული წესები, რომელსაც ასე გვახვევენ თავს ოცნებაც და ადრე ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ფულით არის ზომება, ჩვენ მთელი კამპანია გვექნება აწყობილი დიახ ღირებულებებზე, იდეალებზე, ეს იქნება მოხალისეების კამპანია და ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქართველ ხალხს, რომ დიახ დღეს ძალიან ტყუილად გონია, რომ ყოველი ქართველი იყიდება. ყოველი ქართველი თითოეული მოქალაქეს აქვს ღირსება და თავისუფლებები და ამ თვითმმართველობის არჩევნებით მოხდება თითოეული მოქალაქის თავარ მოქალაქედ გადაქცევა და ჩვენ ამ შანსს ნამდვილად მოგცემთ. ქალბატონ ხათუნას დაუბრუნდები.